ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. Salam. Salami. მიხარია ძალიან შენთან სტუმრობა. ცოტა ნერვიულობ. რა ნერვიულობ? არ ვიცი. რა კითხავს მკითხავ? პირველი კითხვა იქნება ასეთი. ნაპოვნი ყავს თუ არა შენი თავი ვინ არის ნინო ჩხეიძე? ჯერ კიდევ ვეძებ. დანახული მყავს ნინო ჩხეიძე, მაგრამ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი თუ როგორი ვარ. დანახული ყავს როგორია? კი. როგორ დაინახე? აი ეს ელემენტები, რასაც ბავშვობიდან ხედავდი, იმიტომ რომ არავის არ სჯეროდა თუ მე გავხდებოდი მომღერალი, მე ვიქნებოდი წარმატებული, მით უმეტეს სიმღერაში, იმიტომ რომ ბავშვობიდან ყველა მეუბნებოდა, რომ არა შენ დაანებე სიმღერას თავი. მაგრამ იმდენად მჯეროდა და აი პატარაობიდან მე ვხედავდი ჩემ თავს, როგორი მინდოდა ყოფილიყავი, რომ ამან გაამართლა. ანუ ნიშაც იცოდი რა ნიშაში გინდოდა სიმღერა? ზუსტად ვიცოდი რა ნიშა იყო ჩემი. მაშინ მახსოვს ჩემ ოჯახში ცოტა სხვა მუსიკას უსმენდნენ, არ იყო ესეთი. ეს ხო ცოტა როგორ გითხრათ, თამამი გადაწყვეტილება აქ შეხვიდე რა, იმიტომ რომ იმ სოციუმში სადაც შენ ტრიალებს, ეხო კარგად იცი რომ ვიღაცებს ეგოიმებად რა. კი, ეხლა და ადრე უფრო იყო, მე რო დავიწყე 20 წლის წინ და 25 წლის წინ, ნუ ყველა და მანამდე სიმღერაზე რო დავდიოდი, არაერთ პედაგოგთან დავდიოდი, ყველა ამბობდა რომ არ გაეკარო ამ ნიშას, ეს არ შეიძლება და არ იმღერება მოკლედ მსგავსი სიმღერები, შენ უნდა იმღერო რომანსები, პოპი, მაგრამ ამ რომანსებში და პოპში ანუ თავიდანვე ვიცოდი რომ ეს ჩემი არ იყო. ხო, ჩენი არ არის იმ ტერიტორიაზე რატომ უნდა შეხვიდე. და სულ ვიცოდი, აი წარმოდგენილი მყავდა გოგო, აი თბილისელი გოგო, რომელიც აი ესე დუდუკთან ერთად აი ესეთ სიმღერებს მღერის. აი სულ ხედავდი ჩემ თავს ესეც. და აი რომ მკითხე, ბოლომდე ყავს ნაპოვნი თუ არა, კიდევ არ მყავს, იმიტომ რომ კარგად მინდა რომ გადმოვიტანო. აი როგორცაც ხედავ, უფრო კარგად მინდა რომ გაგაცნოთ და დაგანახოთ. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? რა ასაკში დაიწყე სიმღერა და პირველი თავი გაანებე სიმღერას როდის მოისმინე? სიმღერა, ანუ ჩემთვის არ არის საქმიანობა. აი დღე რო თენდებოდა, თუნდაც ვიყავი 4 წლის, დავჯდებოდი და რაღაცას ვუკრავდი, როგორც შემეძლო. ნუ შემდეგ უკვე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, მქონდა აი ნიჭი ისიც მქონდა, იყო ფორტეპიანოს განხრით, თუმცა და მეუბნებოდა რომ აი ეს გამოგივა, მაგრამ ნუ ჩემი სიზარმაცის და გამო ვერ გავყევი ამ მიმდინარეობას. და იცი რა იყო სიმღერა, აი დილით რო თენდებოდა, ვთქვათ ვიყავი 4-5 წლის, მქონდა სამსახური. რაში გამოიხატებოდა ჩემი სამსახური? ანუ ხო თამაშობენ ბავშვები ბაღში, ბაღობანას, სკოლობანას. მე მუსიკობანას თამაშობდი, ქართულ სიმღერას, გოგიდოლიძის ფანი ვიყავი. ყველა ქართული სიმღერის ტექსტს ამოვიწერდი, მე ჩემი ძმები დავაწყობდი და საღამოსთვის ეს სიმღერა მქონდა მზად. ეს იყო ჩემი რუტინა, ალბათ რა გითხრა, 20 წლის მანძილზე. იმდენად მიყვარდა ქართული სიმღერა და ვიწერდი, მაქვს ესეთი რვეულები, სადაც ყველა ქართული სიმღერის ტექსტია, კომპოზიტორი ვინ არის და ხშირად მირეკავენ ხოლმე, რომ აი ეს ვისი სიმღერაა. საიდან იცი რომ მეკითხებიან, აი აქედან ვიცი, იმიტომ რომ ჩემი დიდი ჰობი და სიყვარული იყო ქართული სიმღერა. შემდეგ უკვე ბევრი წელი გავიდა და მივედი ერთ-ერთ პედაგოგთან. ეს პედაგოგი იყო კონსერვატორიის ლექტორი ვალერი აჩბა. აბსოლუტურად განსხვავებული, თქვათ იმ ჟანრისგან და იმ სფეროსგან, რასაც შოუ ბიზნესი ქვია. ხო, აბსოლუტურად განსხვავებული სკოლა. რომ მივედი, დავუკარი ის რომანსები, რაც მაშინ სვეტობა იყო და რომ დავუკარი ეს სიმღერები, მითხრა რომ ეს კაცი ზის ჩუმად არის ძალიან მოხუცი და ძალიან კაცრი სახით მიყურებს.
5 სიმღერა დამაკვრევინა. თან უკრავდით, თან უკრავდით, თან ღვეროდით და ბოლოს მითხრა, რომ ან ეხლა ერთ შანსს გაძლევ. ან ეხლა მაჩვენებ ვინ ხარ, ან არ აგიყვან. და ეს უკვე იცი რა პერიოდი, უკვე გავთხოვდი ბავშვი გავაჩინე, ქმარს ვთხოვე რომ გეხვეწები კიდე ერთხელ ვცდი რომ რაღაცა შანსი იქნება რაღაცა გავაკეთო და მეტი შანსი აღარ მექნება ცხოვრებაში. და ავდექი და კარგი მეუთხარი და დაუკარი ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამომიწოდე. და რაღაცა აშუღურის რო დაუკარი. მითხრა რომ კი, ეხლა მე შენ აგიყვან. აი ბაბუო ჩემი სიმღერა ხშირად წაიმღერე ვასილ შავრეზაშვილი. ვიცი დამირეკე მე შენ და არ ვიცოდი სხვათა შორის და ძალიან მესიამოვნა. და აი რო დამინახა ამ კაცმა როგორიც ვიყავი. უკვე წავიდა მეცადინეობა და ზუსტად ისეთი ხაზით წავიდა რომ მაქსიმალურად გამოეტანა ჩემგან ის გოგო რომელსაც მე ვხედავდი მთელი ცხოვრების მანძილზე. Central Park Towers-ი არის 2.42 სართულიანი ნაგებობა ქალაქ თბილისის ცენტრში, Central Park-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის უნიკალური შანსი გქონდეთ საკუთარი ნომერი, საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომელიც იქნება Radisson Blu's ოპერირების ქვეშ და გქონდეთ წლიურად საკმაოდ მაღალი შემოსავალი. Central Park Tower-ში იქნება ბევრი საინტერესო რესტორანი, უდიდესი საშოპინგე სივრცე და ასევე ქალაქ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი event hall-ი გათვლილი 5,000 ადამიანზე, რომელიც ასევე იქნება მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სივრცე, განსაკუთრებით მომღერლებისთვის რა, იმიტომ რომ ასეთი სივრცეები მე ვიცი რომ თქვენთვის ყოველთვის ძალიან აქტუალური არის რა. ჩვენ ძალიან ძიმე აურა გვაქვს გარშემო, ხო? ადამიანები ვინც ეთერშია, ვინც პოპულარობით სარგებლობს მეტნაკლებად საზოგადოებაში, ეს ძიმე კრიტიკოსთა აურა თან დაძდევს სულ. აი შენ როგორ უმკლავდებოდი რა, იმიტომ რომ ხა სახელებს არ ჩამოუთვლი მე, ვისთანაც კონფლიქტი გქონია და ცოტა მეტნაკლებად გახმაურებულა. მაგრამ ნუ მაინც არ არის მარტივი, როდესაც შენს პროფესიულ ნაწილზე შენიშვნას გაძლევენ და ცოტათი შეურაცხყოფელიც არის, ხო? ამის იქით არსებობს რაღაცა სოციუმი, რომელსაც როგორც თავში ვთქვი, რომ აი ესეთი ქალაქური ტიპის თუ აშუღური ტიპის თუ როგორიც არ უნდა დავარქვათ ფანოხს ეძახიან ხო კიდე ეგოიმებად რა, მაგრამ მე გადის დრო სხვათა შორის რატომღაც მე მომხდა თვალში რა, რომ მაქსოფის სოციუმის ნაწილი მე სიამოვნებით ცეკვავს შენ სიმღერებზე, თავიანთ წვეულებებზე და შესაბამისად აი ეს სიმძიმე რომელიც შენს გარშემო არის, ამას ჭირდება მყარი ნერვები რომ გაუმკლავდე, დარჩე. უფრო ჭირდებოდა. ბოლო პერიოდში ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ როდესაც ვიწყებდი, ეს არ იყო დამალული საჯაროდ იყო ესე, რომ ნუ ძალიან დიდი დოზით ბულინგი იყო იმ საზოგადოების მიმართ, ვინც ჩანდა და ასე ვთქვათ, სცენაზე იყო, თუ ტელევიზიაში იყო, თუ ასე შემდეგ. მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო თავიდანვე ხალხის მხარდაჭერა. მახსოვს აი სწორედ ერთ-ერთ გადაცემაში ინტერაქტივი იყო, არავინ არ მიცნობდა და 100%-ით მოვიგე ის ინტერაქტივი, როდესაც არავინ არ მიცნობდა. ჩემთვის მთავარია, რომ ჯეროდეთ იმ ადამიანებს, ჯეროდეს ჩემი თავის, რასაც ვაკეთებ, მიყვარდეს ის, რასაც ვაკეთებ, ვიყო დარწმუნებული. მთავარია არ გავდე არავის და არ ვბაძავდე და შემდეგ უკვე ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას არ მოეწონები. თუმცა იმ პერიოდშიც, როდესაც აი შენ ახსენე და მეც ძალიან კარგად მახსოვს ეს ბულინგი, ძალიან ბევრი ადამიანი გამოიჩნდა.
ისეთი, რომელმაც მითხრა, რომ მე შენ გვერდში დაგიდგები. არ დაანებო თავი. ანუ ასევე როგორც ჰეითერები იყვნენ, ასევე ბევრი მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ. თუმცა ხშირად ჩანან უფრო ის ჰეითერები, ხო? უფრო თვალშისაცემია. რაც შეეხება ვიღაცას ეგოიმება, ვიღაცას არ ეგოიმება ეს სიმღერა, რო გითხრა მაგაზე ვდარდობ, მოგატყუებ. ხო და აი მაგის თქმა მინდა რა. ეს არის შენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე რა, იმიტომ რომ ადამიანი რომელზედაც ეს ყველაფერი მოქმედებს, იმას ნაკლები აქვს ყოველთვის წარმატების შანსი. თან შენი უზომო პოპულარობა, რომელიც მალევე ცხადი გახდა, ასევე იგივე სოციუმში ყოველთვის ხო იცი რომ ხელის შემშლელი ფაქტორია სხვისთვის რა, იმიტომ რომ ყველას გულზე არ ეხატება უცბად მოსული ასეთი წარმატება და არ ვიცი, შეიძლება იყოს კონკურენცია, შეიძლება არ იყოს და იყოს არაკეთილმოსურნეობა, თუმცა ამ ფონზე შენი ეს მიდგომა მე ვთვლი რომ ძალიან დასაფასებელი და სამაგალითოა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც ფეხს იდგავს შოუ ბიზნესში თუ ასეთი არსებობს. აი ყველას მინდა ვურჩი, ცოტა ხმამაღალი გამომივა, ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ აი მინდა რომ ძალიან ჯეროდეთ, მთავარია რომ ჯეროდეთ თავიანთი თავის შინაგანი ხმის და იმისი, რასაც აკეთებენ. მოდი შენი გათხოვების ისტორია ჩემი გათხოვების ისტორია იყო ძალიან ჩვეულებრივი, გავიცანი, არაჩვეულებრივი ბიჭია გიორგი და ძალიან მალე მოხდა ჩვენი დაქორწინება, მართლა ალბათ 3 შეხვედრაში თუ 4 შეხვედრაში, მაგრამ თავიდანვე ვგრძნობდი რომ იყო ძალიან კარგი ადამიანი და რა ასაკში გათხოვდი? 21 წელს. და აი გრძნობდი რომ რაღაცნაირად ჩემი ადამიანი იყო. თუმცა არ შემიძლია არ აღნიშნო რომ არა გიორგი, მე კი მჯეროდა ჩემი თავის, მაგრამ მე ვერ გავხდებოდი ნინო ჩხეიძე. გაინტერესებდა მაგ ასაკში გათხოვება უკვე? მაინტერესებდა არა, უკვე ვდარდობდი რომ ვერ ვთხოვდებოდი. 21 წლის ასაკში? რატომღაც ესე იყო, რომ ჩემს გარშემო ყველა გათხოვდა და სხვათა შორის მამაჩემიც მეუბნებოდა სულ რომ აი ქალის მთავარი ფუნქცია რომ უნდა გათხოვდეს, შვილები გააჩინოს და უკვე დროა, აი ოჯახში. ეთანხმები მაგ ფუნქციას? ნაწილობრივ. ვეთანხმები რომ ქალის მთავარი ფუნქცია რომ შვილები უნდა გააჩინოს, მაგრამ არა ისე რომ თავისთავად გადადოს. იმიტომ რომ თუ თავს გადადებს ადამიანი, არავისთვის, ანუ თუ თავს დაკარგავს ადამიანი, არავისთვის არ იქნება საინტერესო. და ანუ ვფიქრობდი რომ უკვე ვერ გავთხოვდი და ცოტა ვდარდობდი. მყავდა ბევრი თაყვანისმცემლებიც, მაგრამ სულ ფეხს ვითრევდი და გიორგი მოკლედ აღმოჩნდა ყველაზე თამამი და გამბედავი, რომელმაც ასე ვთქვათ შენი გული მოიგო. არა, მომიტაცასავით. ესე გამოვიდა. მოგიტაცასავით. სავით, ხო. ნუ ეს თუმცა შენც წინააღმდეგი დიდად მეც ხო, გითხარი, აი უკვე დარდობდი 21 წლის უკვე დარდობდი უკვე ის და ცოტა მცხეთას გორს რო გავცი, ცოტა გამეხარდა რომ ვაშა გავთხოვდი. ესე იყო ჩემი გათხოვების ისტორია. მადლობა მინდა უთხრა პარტნიორობისთვის Home Visions, რომელიც არის მისონის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და რომელიც არის ჩემი გადაცემის პარტნიორი. მშობლებზეც მოგვიყევი ორი სიტყვით რა. ჩემი მშობლები, მამა ეკონომისტია, გიორგი ჩხეიძე. დედა არის მათემატიკოსი და მე რა ვიცი, ჩემდა გასაკვირვად ძალიან შორს აღმოჩნდი ამ მათემატიკა და ციფრებთან და ოჯახში სულ იყო გაუგებრობა რომ ვის დავემსგავსე. და სხვათა შორის მამაჩემს ძალიან დიდი წვლილი აქვს, იმიტომ რომ მამაჩემი თვითონ მუსიკალურია, კარგად უკრავს, მღერის, ჰქონდა თავისი ბენდი, ბიტლსების ფანია, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრება და სულ ცდილობდა რომ ძალიან მუსიკალურად განვითარებული ყური ჰქონოდა. და შენ როგორი ბავშვი იყავი? ძალიან დამჯერი.
ძალიან მორჩილი და ნერვები მეშლება, მაგრამ სადღაც ეხლაც ეგეთი ვარ. სხვათა შორის, აი არასდროს არ მახსოვს ჩემ მშობლებს ხმამაღალი სიტყვა ან მამაჩემს რაღაცა საყვედური, მაგრამ იმდენად ხათრი და რიდი მქონდა მშობლების, რომ სულ ფიქრობდი, რომ აი რაღაცა ეს მამას არ მოეწონება, ეს რომ აი სულ მინდოდა, რომ ძალიან კარგი ვყოფილიყავი, იმიტომ რომ ეამაყათ ჩემ მშობლებს. რატომღაც კარგი გოგოს კომპლექსი ქვია ამას, ხო და რატომ გქონდეთ? ეხლა 54-ის. აი 54 წლის ასაკში როგორ ფიქრობ გამოგივიდა? ისე როგორც ბავშვობაში გინდათ. ნაწილობრივ. ალბათ მეტი შვილები უნდა გამეჩინა. იცი რა თავიდან ვიფიქრე რომ მე და უკვე მე კარიერა რო დავიწყე და უკვე რო დაიქოქა ეს ტემპი და ეს ყველაფერი, მე აღარ გამოვიდა. მოდი მარიამზე მოგვიყევი. დედობამ როგორ შეცვალა და აი ეს მომენტი გაიხსენე, როდესაც მარიამი გაჩნდა. როგორ ვთქვი, დავორსულდი და სადღაც 3 თვეზე ორსულობა შეწყდა. პირველი ბავშვი დაკარგეს. დავკარგე პირველი ბავშვი და ძალიან ისე გადავიტანე რა, იმიტომ რომ უკვე დიდი იყო, დრო დიდი იყო და მოკლედ რთული ჩარევები დამჭირდა და ამის შემდეგ ძალიან ნერვიულობდი და გარდა იმისა, რომ ნერვიულობდი, სოციუმი კიდე უფრო მეტად მანერვიულებდა, იმიტომ რომ არ ხარ ორსულად არ ხარ, ხო იცი ეს კითხვები რო არის, იმიტომ რომ მაშინ იყო საუბარი რომ ნათესაობა, ხო? ნათესაობა, მეზობლები, საზოგადოება, აი არ არსებობდა სადმე წავსულიყავი და არ ეკითხეთ რომ ორსულად ხარ და თქვათ რომ ეტყოდი არა. ხო, ნუ აი რაღაც და რატომღაც ჩავიდე თავში, რომ ალბათ შვილი რომ არ გამიჩნდეს. ანუ ეს შიში ჩავიდე თავში და გოგოები და ქალები უფრო მიხვდებიან ეს რა სტრესია. წავედით თურქეთში დასასვენებლად და იქ ვიყავით წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი იყო. და იქ იყიდებოდა სარტყელები ორსულობის და იქ თქვენს გიდმა გითხრა რომ აქ ვინც შემოდისო წყლებით ჩამოდიოდა ამ წყლებით უნდა განიბანოთო და ვინც შემოდისო გამორიცხულიაო რომ არ დარჩესო ორსულად და ძალიან შევთხოვე ღმერთს რომ ღმერთო აი თუ არსებობს სადმე გეხვეწები აი ახლა დავრჩე ორსულად და მე გპირდები რომ მარიამს დავარქმევ ზუსტად 2 კვირაში რო ჩამოვედი დავრჩი ორსულად. მაგარი ისტორია. კი, და აქედან გადავწყვიტე რა თქმა უნდა მარიამი დავარქვი. უდიდესი, როგორც ყველა ქალისთვის, უდიდესი ბედნიერება იყო, მაგრამ უდიდესი შიში ვიგრძენი. პასუხისმგებლობა, შიში და 22 წლის ვიყავი და 22 წლისთვის სრულად ვერ ავიღე ეს პასუხისმგებლობა. და ბისიძებნა დავიწყე დედა. დედასათხარ ეს ერთი სული მქონდა რომ სამშობიაროდან გამოსულიყავი რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობა გადაგენაწილებინა. დედა ჩემზე გადამენაწილებინა. ანუ ვერ ვიტევდი ამ ხელა პასუხისმგებლობას და საბოლოო ჯამში ესეც მოხდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი დედაჩემის არის მარიკოს გაზრდაში. მოკლედ პატარა ვიყავი, მაინც გაუაზრებელი ვიყავი, როდესაც დედა გავხდი, თუმცა უდიდესი ბედნიერებაა, რა თქმა უნდა. დღეს რამდენისაა მარიამ? დღეს 22 წლის. და ზუსტად 22 წლის ასაკში გაიმეორა დედის ისტორია და სულ ახალი ამბავია, რომ მარიამი დაინიშნა. ჩემი სიცი არის კანადელი. თუმცა თავიდან მქონდა რომ მე რაღაცა ქართველი რაღაცა მე ხომ აქვს ეს ისე ქართული და მინდოდა რომ იცი რა მინდოდა ეგოისტობა ჩამერთო რომ იმას ეგრძნო რომ აი ეამაყარო აი ნიდო ჩხეიძეს თურმე ვის ოჯახში შედის ხო როგორ თქვა ქართულად კი მაგრამ მოდი მაშინ თქვათ რა გულწრფელად რომ დავდოთ ემოციური ფონი როგორ იყო თავიდან ინერვიული და პროტესტი გქონდა პროტესტი მქონდა ხო რომ ჯერ ოღონდ მარიამი არის ძალიან კურუა გაწონასწორებულია ჭკვიანია თავისი საზღვრები აქვს და ესე საყვედური თრო ან შენიშნა ესე ვერ გაბედავ ხო და ეს ჩემი თავის ფიქრები იყო რომ
ვიფიქრე, რომ აი რატო კანადელი, ქართველი რა კარგი იქნებოდა, კაი ქართული ოჯახი. მქონდა ეს ფიქრები, ვინ იქნება, როგორ იქნება. როგორ გამოხატე მარიამთან? ძალიან მეგობრულად გამოვხატე და ისეთი არა ეწყინა. იმიტომ რომ მეგობრულად ვკითხე. და ისეთი პასუხი გამცა და ისეთი დარწმუნებული იყო. ჯერ იმ ბიჭშიც და თავის თავშიც რომ მივხვდი რომ არაფერს აზრი არ ქონდა აბსოლუტურად ჩარევას და რჩევას პირიქით უთხარი რომ უი რა კარგია რაში მოგეხმარო და მითხრა 1 წლის წინ რომ ჩამოვა გაიცნობ და ნახავ 1 წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი ნუ მივხვდი რომ ნამდვილად არ შემცდარა ჩემი შვილი არჩევა ხო არ მღერის შენი სასიცო უკრავს კი მღერის საქსოფონზე უკრავს ამით შეგიძლია დაიჭირო რომ მუსიკალურ სამყაროს შემოიყვანო საქართველოში საქსოფონზე უკრავს არაჩვეულებრივად პროფესიონალურად გიტარაზე უკრავს და ბევრი ინსტრუმენტებზე უკრავს არა მართლა კარგი ბიჭია გილოცავ პირველ რიგში ამ ამბავს დიდი მადლობა ალბათ განსაკუთრებული ბედნიერებაა როდესაც შენ საკუთარ შვილს ხედავ ბედნიერს, გაბწყინებულს და გახარებულს და გისურვებ რომ მარტო ესეთი ფორმით გეყურებინოს შენი შვილი. დიდი მადლობა. და მარიამსაც ულოცავ რა თქმა უნდა აქედან. მადლობა. ყველა მომღერალს აქვს იმის შიში რომ მოვა პერიოდი და მან შეიძლება დაკარგოს თავისი არაპოპულარობა, არამედ აქტუალურობა. შენ შემთხვევაში შენ და საქებრაც შემიძლია გითხრა რომ პირიქით რაღაცნაირად ზრდადი არის რა იმიტომ რომ საკმარისია რომ სოციალურ სივრცეში დააკვირდე რომ დღემდე შენი კონცერტები სავსეა განსაკუთრებით ეს იგრძნობა როდესაც სურათს უყურებ რეგიონებიდან სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან და პრაქტიკულად გასახანსაც არ გაძლევენ იმდენი ადამიანია შენს გარშემო. მე არ შეგეკითხები ეხლა რა შეგრძნება ეს ნინო რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის და ძალიან სასიამოვნო. მაგრამ ამასთან ერთად მითხარი როგორ ფიქრობ რისი შედეგია ეს? ნუ იცი რა ვფიქრობ რომ აი ეს არის ღმერთის საჩუქარი. რა კაი პასუხია ხედავ. იმიტომ რომ ამაზე რომ იმუშაო, რო გითხრა ამაზე ან მუშაობ, ან ხელოვნურად გააკეთო ეს ყველაფერი. ვერ მიიღებ და ჩემთვისაც ან ეს რო გითხრა დაგეგმილი მაქვს, ან ვიცი რომ რამდენი ადამიანი მოვა თუ არ მოვა, ეს ყოველ არასდროს არაფერი არ ვიცი. მაგრამ აი ეს ხალხის სიყვარული რაც აღნიშნე პირველი დღიდან დღემდე რომელიც ძალიან მიკროს, იმიტომ რომ სეგმენტურად თავიდან უფრო ცოტა ასაკიან ხალხს მოვწონდი და მოწონდა ჩემი სიმღერები. სეგმენტურად დაიწია და 12-13 ძალიან და იცი რაზე ვგიჟდები რომ ზეპირადიციან ეს სიმღერები და ყველაზე მეტად რომელს ვღერიან მაინც პერიოდია. იყო პერიოდი რომ რამდენი დრო გავიდა იყო. ეხლა რა პერიოდია? ეხლა გაკოცო იქნება გამიქარბოდა რადები. იცი რომ გამოვდივარ ყველა ბავშმა იცის ზეპირად. იცი რა არის ეს? ხო არის ბედნიერება, აღფრთოვანება, გაკვირვებაც, აღტაცებაც, ანუ ყველა ემოცია ერთად გაქვს და აი ამ კონცერტებზე ხდება რომ აი ყველაფერი მინდა რომ გავცე მაქსიმალური ასევე რომ დაუბრუნო ის სიყვარული, რასაც ამ ხალხისგან აი რა ემოციაა წარმოგიდგენია რომ აი ეს ამდენი ადამიანი რომ გაძლევს სიყვარულს, აი სასწაულია და ცალსახად ეს არის ღმერთის საჩუქარი. როგორ ფიქრობ, გააკეთებს თუ არა ღმერთი საჩუქარს, შემდეგ საჩუქარს, რომ წლების შემდეგ შემდგომ თაობაში, მაშინ როცა შენ აღარ იქნები ცოცხალი, დარჩეს შენი შემოქმედება წარუშლებლად. ეს ალბათ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ვიცხოვრებ და რამდენ შეცდომას დავუშვებ. ცოტა რთულ კითხვას დაგისვა. კი ბატონო. როგორ ფიქრობ? დღევანდელ ეს
შოუ ბიზნესს რო გადახედო. არ მიყვარს ეს სიტყვა, მგონია რომ არ არის საქართველოს შოუ ბიზნესი. დღევანდელ მომღერლებს რო გადახედო. შენი ასაკის. და ქვევით, ზევით არ ვამბობ რა. აი ეს სადაც 50 წლამდე. კი ბატონო. ვისა ყველაზე მეტი შანსი რომ დაწეროს ისტორია თავის მერეც. ანრი ჩოხაძის. დამსახურებულად პიროვნება, ნიჭიერია, ჩამოყალიბებულია და ინდივიდია. თავარი, აი, რო გადავხედოთ, როგორი ადამიანები რჩებიან. ინდივიდები. ხო? ჩემ თაობაში დარწმუნებული ვარ, რომ დარჩება ანრი ჯოხაძე. იცი რა მაინტერესებს და ალბათ შენს გარშემო ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პოპულარული ადამიანების პირადი ცხოვრება ყოველთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს. ქმარს გაშორდი? ქმარს არ გავშორდი. და სხვათა შორის, აი, ეხლა რომ მკითხე, იმდენი დეჟავიუ წამომივიდა, იმიტომ რომ გამორიცხულია შევიდე მაღაზიაში, ქუჩაში გავიარო, ყველგან არის ეს შეკითხვა. ქმარს გაშორდი? იმიტომ რომ მე ჩემამდე ესე მოვიდა. იცი რა არის? აი როგორც მეგობარს ისე გეტყვი. ქმარს არ გავშორდი, დღემდე გიორგი არის ჩემი ყველაზე საუკეთესო და ახლო ადამიანი. უბრალოდ ეს ადამიანი არ ცხოვრობს საქართველოში 15 წელია და ესეთი ვთქვათ, ეს ცოლქმრული ურთიერთობა არ გვაქვს. თუმცა, აი ახლა აქაც რო ვარ, იცის რო აქ ვარ, ყველა დეტალში, ყველა ნიუანსში, აბსოლუტურად ყველაფერში ჩართულები ვართ. ერთმანეთის ცხოვრებაში, მაგრამ ესე ერთად არ ვცხოვრობთ მე და გიორგი. და არ ვიცი რა პასუხი უნდა გაქცია იმ მაგაზე. კარგი, ყველაზე მეტად ვინ გაწყენინა და როდის იყო ეს? მათ ხშირად უწყენიებიათ ჩემთვის. ეხლა რა გაიფიქრე, პირველი რა გაგახსენდა, ცოტა აგიწყლიან და თვალე. არა, ნუ იცი რა, ბევრმა ადამიანმა მაწყენინა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მაწყენინა ჩემი ცხოვრების მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ თვლი რომ იცი რა, რას მივხვდი, როგორ გავიარე ეს ყველაფერი, ვერავინ ვერაფერს ვერ გაწყენინებს თუ შენ არ მისცემ ამის უფლებას. კაი, მაგრამ კითხვას ნუ გაეკეცი. ადამიანებისგან პირდაპირ ღალატს ვერ ვიტან. და ნუ მე მქონია ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანისგან, თუმცა მანდაც რა თქმა უნდა ჩემი ბრალი იყო ყველაფერი, იმიტომ რომ მე მივეცი ამის უფლება ადამიანებს. სწორედ მაშინ უღალატე ჩემს თავს. პატიება იცი? ვიცი, მავიწყდება ძალიან მალე. და მქონია ესეთი შემთხვევებიც, რომ ადამიანს უწყენინებია, მე იმ ადამიანს და ვეუბნები, მე ადამიანებს ვეუბნები პირდაპირ, როდეს ჩუმად არ ვიცი წყენა. და მე 2 წლის მერე ვთქვათ, რომ შემხვედრი ადამიანი, ვთქვი, რომ გახსოვს ის, რომ აი გეწყინა ჩემგან და მართლა არ მახსოვს. აი მალე ვივიწყებ და პატიებაც ვიცი, მაგრამ რომ გაირეცხება ერთხელ ვთქვათ ურთიერთობა, ისე აღარ დგება. სიმღერა, რომელიც შენი რეპერტუარიდან შენთვის ყველაზე დიდი სიამოვნებით სრულდება. ბოლო პერიოდში რუსა მორჩილაძის რეპერტუარში არის სიმღერა აიარა. და რატომღაც ეს სიმღერა მომცა მეც უფლება რომ მემღერა და ჩემს სიმღერებში რომ მეტყვიან რატომღაც სულ ეს სიმღერა გულით მემღერება სულ რა. თუმცა ამაღამ ძალიან უყვართ ხალხს და ისეთი არის უფრო გატრენდებულია, მაგრამ ჩემი სიმღერა უფრო აიარა. ამაღამ მე დავლებ შენი თამადე მიფრთხილდი და გრუპავ სექსი ლამაზე მიმზრმალი მალად მე სახეს ჩადრი გაგიმალავ რომაც ძალიან არ გამითამამადე. მადლობა მინდა გითხრა ამ საინტერესო დიალოგისთვის და ბოლოს მინდა კითხო შენ თვითონ რაიმე გზავნილი ხო არ გაქვს მაყურებელთა. დიდი მადლობა ნოე. მართლა ისე გავიდა 1 საათი. ვერ გავიგე და ძალიან ვისიამოვნე შენთან საუბრით.
და მაყურებელს მინდა მადლობა უთხრა. აი თითოეულ ადამიანს მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმ სიყვარულისთვის, იმ ყოველდღიური სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავენ. ქუჩაში იქნება, სოციალური მედია იქნება, კონცერტზე იქნება. ნამდვილად, აი ძალიან დიდი მადლობა და გიგზავნით ძალიან ბევრ სიყვარულს თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა. მადლობა შენ ამ გულწრფელი დიალოგისთვის და იზღა დამჩენია რომ არანაკლები წარმატება გისურვო შენს ოჯახში პირველ რიგში და ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო მოვლენების ასიამო მოვლენების შესახებ და რა თქმა უნდა შენს კარიერაში და ჩვენს ყოველთვის დიდი მადლობა.